ნუ ეჭიდავებით იმ ფაქტს, რა ფაქტის წინაშეც დადექით. მაგალითად ავიღოთ ქალვაჟური ურთიერთობები. შეხვედი შენ გარკვეულ ურთიერთობაში ქალვაჟურში და არ გამოდის ეს ურთიერთობა, მაგრამ არა, შენთვის ეს ნიშანი არ არის არც უფლისგან, არც სამყაროსგან, არც იმ ადამიანისგან, არაფრისგან. შენ იწყებ ჭიდავს რეალობასთან, სამყაროსთან, უფალთან, სიტუაციასთან. მთელი არსით იბრძვი ამ პარტნიორისთვის, ყველაფერს აკეთებ მისთვის, თავიც კი გადადე, ესქენი, ისქენი, მაგრამ არაფერი გამოდის. არ გამოდის ამ პარტნიორთან არაფერი, ყველაფერი გააკეთე, მარცხნიდან მიუდექი, მარჯვნიდან მიუდექი, არ გამოდის, მაგრამ შენ მაინც ჭიდაობ და უბედური ხარ. და ვერ ხვდები რატომ არ გამოდის. იმიტომ არ გამოდის, რომ სამყაროს ეჭიდავები, მაშინ, როცა მას უნდა მოусმინო. შენ სირთულეს კი არ ეჭიდავები, სამყაროს ეჭიდავები. შეკარგო ადამიანო, იმ ადამიანს თუ არ უნდა შენთან ურთიერთობა. ერთ-ერთში ანალოგიურად თუ არ გამოხატავს შენს მიმართ ინტერესს, ყურადღებას და ამ ყველაფერს, ბუნებრივად თუ არ იგება თქვენ შორის ხიდი და შენ ცდილობ ამ ხიდის ცალიმხრივ აშენებას და ვერ აშენებ, რადგან მეორე ნაპირი არ ჩანს, შენ ეჭიდავები სამყაროს რეალობას, ღმერთს, მაგრამ ერთხელ არ დაფიქრებულ ხარ იმაზე, რომ უბრალოდ იმ ადამიანისგან გიცავს უფალი. ყველანაირად გამოგაცილა, განგაწეპა, განგაშორა, მაგრამ არა, თავით ვარდები შახიდივით ისევ მასთან. ვერ გაგიგია, რომ გიცავს უფალი და მაგ დროს როგორც წესი ადამიანი უფალო, რა დავაშავე, რატომ არ მისმენ? უფალი რომ გისმენს და შენზე ზრუნავს და იცის ის ადამიანი როგორ დაგღუპავს, ან იცის ის საქმე როგორ დაგღუპავს. ამიტომ განგაშორა, ამიტომ მოგაშორა, ამიტომ ქნა ეს ყველაფერი, მაგრამ შენ არ გესმის ეს ეჭიდავები უფალს, ნიშნებს არ უსმენ. ერთხელ არ დაფიქრდი, აბა რატო არ გამოდის? მარტივად გეტყვით, რაღაც საქმეს ვაკეთე, მთელი არსით და მთელი მდგომარეობით ვარ მასში. თუ ეს საქმე არის კეთილდღეობის ადამიანებისთვის. იმის იქეთ, თუ რამე არ გამოდის, არ გამოვიდა? კეთილი უფალო, შენ უკვე იცი. დავაკვირდები სიტუაციას. მაგალითად, რაღაც კარგი უნდა გაიკეთებია ვიღაცას ჩემთვის და არ გააკეთა. ესე იგი არ იყო ესე საჭირო. ან ვიღაცას ჩემთვის რაღაც უნდა მოეცა და გადაიფიქრა. საერთოდ წამითაც არ ვღელავ, პირიქით მიხარია ყველაფერი ის რაც ხდება, იმიტომ რომ გარანტირებულად ვიცი, როცა შენ მიენდობი უფალს და არ ეჭიდავები მას, ყველაფერი ისე ხდება როგორც საჭიროა. შენი პრობლემა ის არის, რომ ჭიდავში ხარ და ამ ჭიდავში ვერ არჩევ რომელია უფლის ნათქვამი, რომელია სწორი, რომელია არასწორი, ანუ ჭიდავში რომ ხარ, ვერ აცნობიერებ რეალობას. შენ ვერ ხვდები ვერაფერს, მაგრამ როგორც კი ჭიდავს აჩერებ და უსმენ, მაგ დროს უკვე იცი როგორ უნდა მოიქცე. არ გესმის და შემდეგ შედიხარ ესეთ ურთიერთობაში, რაღაც საქმეში, რაღაც სიტუაციაში და აწიხლული გამოდიხარ უკან და მერე ისევ ღმერთს ადგები. ადამიანები როგორები ვართ ხო? ესეთ სიტუაციაში უფალი და ადამიანი როგორ რაღაცას გავს, იცით? ადამიანი, რომელიც დიდი სიჩქარით იწყებს სირბილს ხრამისკენ. უფალი გზას მოუხვევს, რომ ხრამისკენ არ გადავარდეს. ეს ისევ იმ ხრამისკენ გაასწორებს გეს, გარბის გამწარებული. უფალი ისევ მოუხვევს გზას, რომ აცდეს ამ ხრავს. არა, ისევ იმ ხრამისკენ კომპასივით აქვს აღებული ხრამში გადახტეს. და მერე რომ გადახტება, შუა გზაში სანამ ჩავარდება, ახსენდება უფალი და უკმაყოფილოა. მაგამდე უსმენდი უფალს? კითხვა დასვი, ნახე, სანამ რამე შეგემთხვევა და ყველანაირი ნიშნები ქონდა, შიგნით შეგრძნება, ვიღაც მოვიდა გითხრა რეალობა არ გაითვალისწინე, იმან გითხრა, ამან გითხრა, სადღაც ინტერნეტში უყურე ვიდეო ამოგიგდო TikTok-ზე, ღმერთმა ამოგიგდო, იმ მომენტში დაგსვა, იმ პროცესზე რომ გენახა, ყველაფერი გაჩვენა, მაგრამ არა, მაინც იმ ხრამისკენ გაქვს გეზი აღებული და გამწარებული გარბი ხარ. და რატო გარბი ხარ იმ ხრამისკენ შენი აზრით? იმიტომ რომ არ უსმენ ღმერთს და უსმენ ბნელს, სტრესს, დამოკიდებულებას სხვა ადამიანზე, შიშებს და ამ ყველაფერს. ბოლო ფული გქონდა და ბოლო მოდელის iPhone-ი იყიდე და რაღაც უხარიცხო საკვებს ჭამდა, დაავადდი და ღმერთს შეშჩივლებ. ესეთი არის ტრილიონი მაგალითი, ყველა სფეროში შეიძლება წარმოიდგინოთ. გესმით? ან ქალვაჟური ავიღოთ. ესე იგი, ქალვაჟურში უფალი გიმზადებდა შენს მეორე ნახევარს, ჭეშმარიტს და შენ რომ მეორე ნახევარი ჭეშმარიტი იყო, შენ უნდა იყო ბუნებრივ მდგომარეობაში. შენ კი არ უნდა მიისწრაფოდე, თავი მოაწონო, ესეთად გამოჩნდე, ისედად გამოჩნდე
გამოჩნდე, ახტე დახტე, თავდაყირა დადგე. შენ უნდა ეძებდე მეორე ნახევარს, რომელსაც დაელაპარაკები გულწრფელად, ღიად და ყველაფერს გაარკვე ბუნებრივად, მაგრამ შენ ამას არ აკეთებ. და ხელოვნური რომ ხარ და რომ ხარ დამოკიდებული შედეგზე, რომ გამოვიდეს რაღაც ხელოვნურად, შენ იღებ ცუდ შედეგს და მერე იტანჯები, მერე ემოციური ბანკროტი ხარ, გაგზარცვეს და შენ რა გონია? შენს ცხოვრებაში რომ მოდის დესტრუქციული ადამიანი, რატომ მოვიდა მაინც და მაინც იმ მომენტში შენს ცხოვრებაში დესტრუქციული ადამიანი? იმიტომ რომ მაგ მომენტში უფალი შენ გიგზავნიდა შენს ჭეშმარიტ მეორე ნახევარს. ან იმ ჭეშმარიტ პარტნიორს გარკვეული პერიოდით, რომელიც გაგზრდიდა, ერთმანეთს შეავსებდით, მაგრამ არა. შენ მოусმინე იცი რა, აი რა ცვია, მანქანა ყავს თუ არა, ისქნა თუ არა, არ გაინტერესებდა ღმერთის ხმები შიგნით. და აირჩიე კოშმარი. ღმერთმა გამოგიგზავნა კეთილშობილი, აირჩიე კოშმარი. ხრამისკენ გარბი ხარ გამწარებული, თავკუთ ოწყვეტილი. ამიტომ რაღაც რომ ხდება შენს თავს, ბუნებრივად მიიღეს და არ ეჭიდაო ამას. მაგრამ ეჭიდაო იცი როგორ რაღაცებს? მაგალითად მარხვა თუ გინდა დაიცვა, მაგალითად თუ გინდა რომ სწორკვებაზე გადახვიდე, თუ გინდა რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი დაიწყო, თუ გინდა რომ ლოცვები მიხვდით რას გიხსნით, როგორებში უნდა იყოთ მიზანსწრაფული და კბილებით რაში უნდა იბრძოლოთ. რაღაც მოხდა მაგალითად ავტომობილის საბურავი მოძრა და შუაგზაზე გაჩერდი, ან მოტორი დაისტუკა, მოდი ამ ენაზე ვიტყვი. შენ რა იცი, სანამ გზაჯვარედინამდე მიხვიდოდი ან რაღაც იქამდე მიხვიდოდი, რომ დიდი ავტომობილი არ გეჯახებოდა. აი რა იცი. მაგრამ არა, შენ ამას ვერ ხვდები. შენ ვერ ხვდები უფალი როგორ მოქმედებს, გაიგე და ნახე განიცდი, ფუ რა უბედო არ. აი ღმერთი გიყურებს ზემოდან და ბიჭო ცუდზე ფიქრობ. იმაზე კი არ ფიქრობ, რომ რაღაც უფრო მეც აგაშორა. მაგაზე ვერ ფიქრობ. იმაზე კი ვერ ფიქრობ, რომ სანამ თის წვერზე ახვიდოდი და ციცაბოზე მოგძვრებოდა ისაბურავი ან ტორბუზი გაასხამდა ან რაღაც, გადავარდებოდი ხრამში, არა, მაგაზე არ ფიქრობ. ან იმ მომენტში როცა უნდა აგეხვია მეორე ავტომობილზე და შეეჯახებდი, არა. იგინები, იბურთხები, უკმაყოფილო ხარ, უბედური ვარ, იძახი და წყვილი თავს. ეს იმიტომ გჭირს, რომ არ იღებ ფაქტს ფაქტად და ვერ ხედავ ღმერთის ხმას. რაღაც როცა ხდება შენს ცხოვრებაში, ღმერთი, რაღაც ფანატიკურად კი არა, ჭეშმარიტად ღმერთი და ამაში უნდა იპოვო აზრი, იმიტომ რომ დევს ამაში აზრი. მე ვიპოვე ამაში აზრი, ყველა მოქმედებაში ვხედავ აზრს. უბრალოდ როცა აზრს არ ეძებ, შენ იფურთხები, უკმაყოფილო ხარ, უბედური ვარ, იძახი და რაღაცე სიცულელეებს აკეთებ და ვერაფერს ვერ ხვდები საერთოდ რა ხდება. შენს თავს ვერ ხვდები ირგვლივ რა ხდება საერთოდ. მოხდა ცუდი, იფურთხები, მოხდა კარგი, მადლიერება არ გაქვს. რა გჭირს? გამოვფხიზლდეთ, ხო? აი მაგალითად სალონში დადიხარ და თმებს გჭრის კონკრეტული სტილისტი. მიდიხარ ამ სტილისტთან, რაღაც არ მოგწონს ეს სტილისტი ყოველთვის რაღაც უკმაყოფილო სახით არის, ენერგიას კარგავ, მაგრამ მოგწონს შენი ვარცხნილობა. როგორ გვარცხნის? მაგრამ ენერგიას კარგავ, რაღაც ნეგატიურ ენერგიას გაძლევს, არ იღიმის, სვეცკად უჭირავს თავი, ვაჟნად უჭირავს თავი, რაღაცად უჭირავს თავი და მოკლედ არანაირი მაღალი ვიბრაცია არ მოდის. და ნახე შენ რა გჭირს? შენ ამას ეჭიდავები ამ ყველაფერს. ბუნებრივად კი არ რეაგირებ, რომ იცი რა, მოდი სხვაგან მივა. უფალი სხვასთან გიშვებს, უკეთესთან. შეიძლება მეორე არ იყოს უკეთესი, მაგრამ მესამე მეოთხესთან ისეთთან მიგიყვანს, რომელიც შენ მოგცემს მაღალ ვაიბს, საერთო ენას გამოძებნი, კარგ ენერგიას მოგცემს და ბევრად მეტად დაგვარცხნის თმას. მოდი ამ ენაზე ვიტყვი. მაგრამ არა, შენ წლები ერთი და იგივე სტილისტთან დადიხარ, უბედური ხარ, გეჭორავება, განჭორვაში ჩაგაგდო, განსჯაში ჩაგაგდო, ვიღაცეებზე რაღაცეებში ჩაგაგდო და არ მოგწონს, მაგრამ თვები მოგწონს, გაიგე? დაქალმა გითხრა მაგარიაო და დაქალს ეუნები სვეცკები ვართო და იქ იმიტომ დავდივართო, ან ძმაკაც ეუნები, აი იმასთან შევიჭერი. ღმერთი გეუნება გაეცალი, მაგრამ არ ეცლები. ეჭიდავები რეალობას და მე იღებ ცუდ შედეგს ცხოვრებაში. და ესეთი სიტუაცია არის ათასობით. ყველაფერში იყავით კომფორტულად. ვიღაც მოდის არ მოგწონს, კეთილი წავედი, მადლობა, ბედნიერა. დაგლოცეს უფალმა, დალოცე, წამოდი. უკეთეს მოგცემს უფალი. სამსახური იქნება ეს, ის იქნება, ეს იქნება. თავიდან შეიძლება უცებ არ მოგცეს. რაც უფრო უცებ არ გაძლევს, გიხაროდეს. გამოცდას გადიხარ ცხოვრების ელს და უკეთეს გიმზადებს უფალი. რამე თუ არ გამოდის, ჭიჭყინა ბავშვივით კი არ უნდა დაჯდე. უკანალზე და კი არ უნდა იტირო სილაში. მოусმინე უფალს, რას გეუბნება? კი უფალო, მივიღე ეს რეალობა. არ გამოვიდა უფალო, არ აუშავს. ესეა უფალო, ესეა. ეს რაღაც ფანატიზმი კი არ არის, ხალხო, ეს არის რეალობა, რითაც უნდა იცხოვრო და რაც მოგცემს შედეგს. გაიგეთ? მე ესე ცხოვრობ და ვიღებ შედეგს. ყველაფერს ეჭიდავებით თქვენ. ადამიანებთანაც ჭიდაობთ, რეალობასთან ჭიდაობთ, გულწრფელობის პრობლემა გაქვთ, ყველაფერთან ჭიდაობთ. აი მაგალითად, ვიღაც ადამიანი მოდის და არ ქსიამონებს ამ ადამიანის ნათქვამები,
განჭორვები, ლაპარაკები და მაინც უღიმი. რატო უღიმი? იმას კი არ გეუბნები რომ დაებღვირო, არა? უბრალოდ უთხარ რომ იცი რა, არ მომწონს მე ეს ყველაფერი და გამოდი. არ ეჩხუბო, არ უთხრა არაფერი, უბრალოდ გამოეცალე. ვინმე რამეს ცუდს გეუბნება, უთხარი ეს არის ცუდი, მე არ მომწონს ეს. ხვდებით რას გიხსნით? იყავით ბუნებრივად ყველაფერში, ურთიერთობაში ადამიანებთან, იმასთან, ამასთან, ბუნებრივად, ყოველგვარი აგრესიის, ბრაზის ამ ყველაფრის გარეშე და ამოისუნთქავთ. ნახეთ, თქვენ ხართ დაჭიმულები. როგორი დაჭიმულები ხართ, იცით? უფროსთან რო შედის, დაშინებული თანამშრომელი და დაჭიმული როა და რომ კანკალებს. ესე ხართ თქვენ ცხოვრებაში ყველაფერთან. ნორმალურად ვერ იცინით. ვიღაცები მეუბნებიან, რანაირი სიცილი გაქვს, რანაირი სიცილი მაქვს და ბავშვის სიცილი მაქვს. მთელი გულით ვიცინი. არ მწვენია მე მთელი გულით რო ვიცინო. სიცილით ნორმალურად ვერ იცინით. ბავშვობაში იცინოდით ესე. გესმით? ნახე ბავშვის სიცილი. შენც მასე იცინოდი. მე უკვე ჩაქსვეს. ნორმალურადაც ვეღარ იცინი. რაც არ მოგწონს ხმას ვერ იღებ. რაღაც როლები გაქვს მორგებული. შებოჭილი ხარ, ეჭიდავები ხმერს, ეჭიდავები სამყაროს, ეჭიდავები მოვლენებს, ფაქტებს. ბუნებრივად ვერ ზიხარ შენს თავში და ბუნებრივად ჩაჟიქ შენს თავში. რამე არ მოგწონს, მშვიდად თქვი. ყველაფერი თქვი მშვიდად და ბალანსით ყოველგვარი აგრესიის გარეშე. ეს არ არის სწორი. იყავი სუფთა სამართლიანი გულწრფელი და ამოისუნთქავ, როგორ იცი, აი კორსეტი რომ გეცვას და ვერ სუნთქავდე მთელი ცხოვრება წარმოიდგინე. და უცებ რომ მოხსნან ეს კორსეტი, ეს ბორკილები და აი რომ ამოისუნთქავ და თურმე ეს ყოფილა სიამოვნება. თქვენ ამას ვერ აკეთებთ, იმიტომ რომ აი ამ წნეხში ხართ ჩასმული, რაღაც წნეხის როლში ხართ ჩასმული. გამოდით აქედან, ვინ გაძალებთ ამას, არავინ არ გაძალებს, უბრალოდ ჩაქსვეს ამ პროგრამებში და ამაში ხართ. ნუ ეთანხმები იმას, რაც შენს შინაგან ხმასთან მოდის წინააღმდეგობაში. ანუ არ მიიღო. ის კი არა რომ კამათი დაუწყო და ესე არ გამოეცალე. ნუ ეთანხმები შენს თავში ამას, რამე არ მოგწონს, ნუ იღებ ამას. ნუ იღებ იმ ფაქტებს, რომელიც გბოჭავს, გსტრესავს. ყველაფერი თქვი ბუნებრივად. ესეა. ეხლა ვიღაც გამოვა და იტყვის, მასე რო ვქნა ჩხუბები მომივაჭი. შენ ჩხუბი იმიტომ მოგდის, რომ დაჭიმული ხარ და ამდენი დაჭიმულობა რომ გღლის, მე ეს დაღლა გამოდის გარეთ და ვიღაცას კვილებით ეცემი ხოლმე და შეჭმას უპირებ. ამიტომ ხარ ამ მდგომარეობაში თორემ. შენ რომ ეხლა მოშვებული იყო და მსუბუქად სუნთქავდი, აი როგორ იცი? აი ესე რო სუნთქავდი, თითქოს მთის წვერვალზე ზიხარ. შენ არანაირი კამათები არ მოგივა. ვერ ხვდები კამათები შენ იმიტომ მოგდის, რომ ამ შებოჭილობაში ხარ და არა იმიტომ რომ გულწრფელი ხარ. შენ რომ ბოლომდე გულწრფელი იყო ყველაფერთან და შენ თავთან და ყველაფერში, შენ კამათი ცხოვრებაში არ მოგივა. ვიღაც ეცდება და კაცრ სიტყვას ეტყვი და გამოეცლები. კამათი არ მოგივა, კარგად ხარ და მაგიტომ კარგად რანაირად იქნები შენ. კაც, აი მაინტერესებს რანაირად ხარ კარგად, ისეთ პრესში ხარ ყველანაირად ნორმალურად ვეღარ იცინი. გულიანად ბოლოს როდის გაიცინე, აღარ გახსოვს. შებოჭილად იცინი. და აი თითქოს ლიმიტი დაგიწესეს სიცილზეც კი. ლიმიტი დაგიწესეს მე მგონი სიცილზეც, რომ 10 წამზე მეც თუ იცინი არანორმალური ხარ. ბავშვიც არანორმალურია, მთელი გულით თუ იცინი, ხარხარი? ეს სიტუაცია ხალხო, უნდა განთავისუფლდეთ ამ ჯაჭვებისგან, ამ ბორკილებისგან, ამ რაღაც როლებისგან, რომელშიც ხართ და ფაქტი მიიღეთ ფაქტად და იცხოვრეთ მსუბუქად აქედან გამომდინარე. ოხ, გიორგი, შენ ეს ადვილი გგონია, მომიტევე, მაგრამ მე არაფერი არ მგონია ადვილი. მე რომ ვიცი რა არის რთული, იმიტომ გელაპარაკებით ამ ცოდნებს. თორემ მე კი ვერ მოგიყვებოდით ამ ცოდნებს. ამიტომ ნუ გონიათ, ჩემთვის რამე ადვილი. ადვილი არის მაშინ, როცა უკვე იცი და გიზიარებ იმას, რაც ვიცი და აწი უკვე ადვილი იქნება შენთვის. ჩემთვის იყო რთული, იმიტომ რომ სანამ ამ ცოდნებამდე მივიდოდი, რთული გზა გავიარე, მაგრამ ვინმეს რომ ესწავლებინა, ადვილი იქნებოდა და სხვა საფეხურებზე გავაგზელებდი სვლას, ხო? ამიტომ თქვენ ეს უნდა ქნათ. ადვილია, როცა იცი, როგორ უნდა მოიქცე. შვიდში იყავით, ბუნებრიობაში იყავით, გაიცინე როგორც გინდა, რეაქცია გქონდეს ბუნებრივი რამე თუ არ მოგწონს, ადეკვატი იყავი, იმ ყველაფერში იყავი, რასაც გასწავლი. მოხდება რამე, მოხდება, არ მოხდება, ესე იგი არ არის ეს საჭირო და მიიღე ფაქტად და ახალი ეძებე და იქ არის შენი ნამდვილი. იქ დაგიტოვა უფალმა, მაგრამ არა, შენ აქეთ, აი, ხრამისკენ მირბიხარ, გამწარებული. როგორ მირბიხარ, იცი ხრამისკენ? ტრის ზოლს ტოვებ. თუნდაც კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. აი, მაგალითად გინდა შეიძინო სახლი, ან მიწის ნაკვეთი. მივედი სახლის საყიდლად, მიწის საყიდლად და ამ ადამიანმა დამიწყო ნეგატიურად საუბარი, არ მესიამოვნა. მოკლედ ბნელი დამიყარა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სახლის ყიდვა მინდა და მიწის ყიდვა მინდა, მოვითმინე. ეჭიდავე რეალობას. ბუნებრივი რეაქცია არ მქონდა. შემიძლია სხვა სახლები ვიყიდო. რატომ უნდა ვიყიდო ამის სახლი? ნახეთ, თქვენ იყიდით ამ სახლს, იმ მიწას, მოითმენ იმ ფეკალიას, მაგრამ იმას კი ვერ აცნობი
გაუცნობიერე, რომ იმ ადამიანმა შენ იმ 2 წუთში რა ფეკალიას დაგაყარა, იმ ფეკალიას ყრიდა მთელი ცხოვრება იმ სახლში, გაიგე? და შენ იმ სახლში მიდიხარ საცხოვრებლად. იცით რა ხდება ხოლმე ასეთ სახლებში ადამიანები რომ ყიდულობენ? უამრავი მწერს. დამეწყო ესენი, დაგეწყება ესენი და ისინი. ისეთისგან იყიდე. სახლის შავი მაგი ჯობია მაგას. ყოველდღე იწევლებოდა განჭორვაში იყო, ბნელში იყო, ბოროტებებში იყო და ღმერთმა გაჩვენა იმ ადამიანის სახე 2 წუთში და უნდა გქონოდა ღვთიური რეაქცია, ბუნებრივი რომ იცი რა, რატო ესე ვინ ხარ რა არის და კეთილი, ბედნიერად და წამოდი. არა, შენ ეჭიდავები, გაიგე? ბუნებრიობაში არ ზიხარ, ეჭიდავები იმ ყველაფერს და მერე გადადიხარ მის ნაფეკალარ სახლში, მოდი ესე გეტყვი. მონასროლ სახლში. რემონტია, ყველაფერია, მაგრამ ენერგიულად ვერ ხედავ რა. კუკებია კედლებზე და ფეკალიებია კედლებზე და 1000 ბნელი არსია და ასე შემდეგ მოზიდული იმის მიერ. არ ეჭიდაოთ. მოვლენებს არ გამოდის, არ დაგელაპარაკა ამას და არ იყიდო მისგან პროდუქტი. არ მოიქცა სწორად, არ გაეკარო, არც მისგან სახლი გინდოდეს, არც კარი, არც მიწა არაფერი. ხვდებით, ეს ერგება ყველა რეალობას. არ ეჭიდაო. შენ გულს უნდა მოусმინო, მარტივია ყველაფერი. როგორ? არ გამოდის სიტუაცია? მიიღე ფაქტად, სხვაგან იპოვე, სხვა გამოვა, სხვას გამოგიგზავნის, სხვაგან მიგიყვანს იქ, სადაც შენ გჭირდება, სადაც შენთვის იდეალურია. ყოველ საფეხურზე კითხე უფალს, უფალო ეს არის? მიხვდები ბუნებრივად რეაქციებიდან, კეთილშობილად დაგვხდა ადამიანი, ყველაფერი მოგეწონა, არაფერი ერორი ვერ ნახე სიტუაციაში, უფლის არის. ერორებს ნახულობ სიტუაციაში, არ არის უფლის. პირველი არ არის შენი, მეორე არ არის შენი, მესამე არ არის შენი, არის ნერვული, მეოთხეა შენი, გესმის? მაგრამ შენ თუ პირველივე სიტუაციაში დამოკიდებული ვარდები ადამიანთან, სიტუაციასთან, კონკრეტულ რაღაც პროცესებთან, შენ არ უსმენ უფალს, შენ უსმენ დამოკიდებულებას, მიეჯაჭვე რაღაც სიტუაციას, ბინის ყიდვა გინდა და ყველაფერი გაკადრა და მაინც იყიდე ბინა, არ უსმენ ღმერთს და მერე გადახვედი ვის ბინაში, ან იყიდე ვისი მიწა. უბრალოდ არ უნდა იჭიდაო და თუ სადმე რაღაც ცუდ მდგომარეობებს ხედავ, ეს არ უნდა მიიღო და რეაგირება უნდა ქონდეს ბუნებრივი. იქ სადაც ნეგატივი არის, განწყობა სიტუაცია და შემდეგ არ მიიღო და არ ეჭიდაო იქ უფალს. ავტომობილი გაგიფუჭდა, არ ეჭიდაო უფალს, რადგან შეიძლება იქ ვარესიგელო და ის მოხდა, არ ეჭიდაო გამოეცალე. არ მოგწონს ადამიანი, აღარ მიხვიდეთ, აღარ შეიჭრა. იქ სადაც სიტუაციაში ამოყოფ თავს, სადაც ნეგატივი ხდება ყველა ფორმით. და როცა შენ მასში შედიხარ მაინც, იმის გამო რომ რაღაც სარგებელი მიიღო ან ურთიერთობაში, ან იმაში, ან ამაში, იქ სადაც შენს ბუნებრიობას თმობ, გულწრფელობას, შენს ემოციებს, ნევრებს, სულიერებას და ამ რაღაცებს, იმ იმედით რომ რაღაც შედეგს მიიღებ, შენ ყოველთვის ნეგატიურ შედეგს იღებ ამით. ბოლოს მაინც ცუდ შედეგს იღებ, რადგან ის ცუდი მიიღე, ის მიიღე, რაც არ უნდა მიგეღო. მაგალითად, თუ დაკვირვები ხართ ადამიანთან კონფლიქტით, თუ დაიწყე ურთიერთობა, აი გაცნობისას, უმეტეს შემთხვევაში ქალვაჟურში განსაკუთრებით ყოველთვის კონფლიქტით ვთავრდება. ან ნეგატივით თუ იყიდე ის რაღაც მიწის ნაკვეთი თუ სახლი, ან იქ თუ მოითმინე რაღაც, ის პირველი ნიშანი, რაც მიიღე, ის იყო პასუხი ღმერთისგან, რომ გაიცალეო, მაგრამ არ მიიღე შენ ეს ფაქტად. უარყავი, გაიგე? მერე რა, იქ რაღაცაში ვიზამთ, გადავწიოთ ჩვენი სულიერი ღირსება, გადავწიოთ მორალი, გადმოვწიოთ იქეთ, აქეთ. და გადაწიე, გადმოწიე და გადმოწეული ხარ მაგის გამო. ის პირველი წინაღობა არის შენთვის ჭეშმარიტი სიტყვა, ხმა ღმერთის, რომელიც უნდა მოისმინო. იქ სადაც იჭიდავე შენ რეალობასთან და ბუნებრივად არ რეაგირდი სიტუაციაზე და სხვა დანარჩენთან და თუ კეთილშობილებით და ბუნებრივად არ მოხდა რაღაც, შენ ყოველთვის შედეგს მიიღებ ცუდს, იმიტომ რომ შენ მაგ დროს ეჭიდავე ღმერთს, კარგს, სამყაროს ეჭიდავე და ღმერთს რა ეჭიდავება? ბნელი. და ბნელით რატო ეჭიდავე? იმიტომ რომ ის ცუდი რაც დაინახე, არ რეაგირდი ღვთიურად, არ გაეცალე, არ თქვი ეს ცუდია, მოითმინე რაღაცეების გამო. და როცა ბნელს უსმენ და ეჭიდავები ამით ღმერთს, იღებ ყოველთვის ცუდ შედეგს. ან მაგალითად, გადაბმულად მუშაობ და რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა დაგეწყო და მე იძახი ღმერთო, მე ხომ ესეთი მშრომელი ვარ, შვილებისთვის ვიბრძოდი, ამისთვის ვიბრძოდი. ღმერთმა რა გითხრა შენ მაგ დროს? შეისვენე შვილო, ცოტა ფული არ არის ყველაფერი, კომფორტი არ არის ყველაფერი, შენი ჯანმრთელობა. გითხრა ყველანაირად, ოჯახის წევრი მოვიდა, დედამ შეგახსენა, ძმამ, სადღაც ამოგიგდო რეკლამა, დაისვენე, არ გესმის. ეჭიდავები, გაიგე, გითხრეს რომ ბევრი ფული უნდა იშოვო. და ესეთი სიტუაცია არის ათასობით. ადამიანი ათასობით და მილიონობით რაღაცაში ჭიდაობს უფალთან და თავის თავთან, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე. აი მაგალითად საზღვარგარეთ გინდა წასვლა. ხან რა გამოგიჩნდა წინაღობა, აქაც ქონდა სიტუაცია, მაგრამ გამოგიჩნდა ბევრი წინაღობა, მაგრამ არა, ეჭიდავები და აინც წახვედი. ბევრი ჭიდავის მერე წახვედი. ნახე, კარგია რომ შენ მიისწრაფვი წინსვლისთვის, საქმის კეთებისთვის და ამ შემდეგ, მაგრამ თუ რამე ბევრს გეჭიდა
ჭიდაობა და თუ ალტერნატივა გაქვს, ესე იგი შენ ეჭიდავები უფალს ამ დროს და შენ კი არ უნდა წასულიყავი, აქ უნდა დარჩენილიყავი, რადგან აქ გაქვს რაღაცეები გასაკეთებელი, უფრო კარგი შედეგი, გესმით? აი, ჩემს მაგალითს გეტყვით. წლების წინ მე მქონდა შემოთავაზება ნიუ-იორკში გადავცხოვრებულიყავი და გარკვეული საქმიანობა მეწარმოებია. იქ რომ წავიდოდი, გავერთობოდი, მხიარულებები მექნებოდა, ბევრი რაღაც იქნებოდა. ვირულ სამუშაოზე არ მივდიოდი. გავედი საელჩოში და არ ჩამირტყეს ბეჭედი. არ მიცდია მას შემდეგ. ბევრი ჩემს ადგილზე იბრძოლებდა, წავიდოდა. მადლობა უფალს, რომ არ ვიზრუნე ამაზე, რატომ? იმიტომ რომ აქეთ გავაკეთე ძალიან ბევრი რაღაცეები გავაკეთე მატერიალურ საქმეში და მით უმეტეს სულიერებაშიც არ ვიქნებოდი, იმიტომ რომ იქ ვისცალია სულიერებაზე. 4-5 სამსახურში არიან და საერთოდ ერთმანეთს ვეღარ ცნობენ. ერთი მახსენდება გამონათქვამის ზუსტად ეს სიტუაცია არის ამერიკაში და ნიუ-იორკში და ევროპაშიც. ყალბი სიცილისგან ნაოჭები გამიჩნდაო. აი ზუსტად ეს მდგომარეობა. და მასეთ სიტუაციაში, მასეთ ქალაქში, მასეთ ყველაფერში რანაირად უნდა მიაღწიო შენს სულიერებას, რანაირად უნდა დაფიქრდე შენს თავზე. მოკლედ, დღეს მე აქ არ ვიქნებოდი გამთლიანებაში. ვიქნებოდი სადღაც ნიუ-იორკში, რაღაც ჩუვაკ. მიხვდით, არ ვეჭიდავე და ამიტომ. არ მოხდა. ის რაც უნდა მოხდეს, მოხდება, ის რაც არ უნდა მოხდეს, არ მოხდება, მაგრამ შენ თუ ჭიდაობ, ძალიან ცუდი მოგიხვდება. მაგრამ შენ თუ მიისწრაფი კეთილშობილებისკენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შენ ამისთვის უნდა იბრძოლო კბილებით. თუ ვარჯიში გინდა, ივარჯიშე, იბრძოლე კბილებით. თუ რაღაცის აშენება გინდა, აშენე, იბრძოლე. მიხვდით, ეს სხვა წახნაგებია. იქ, სადაც შენ მიიღებ საუკეთესო შედეგს, ეს პირველადვე ჩანს და არ გიწევს იქ ჭიდილი და ჭიდავი. მაგალითად, შენ თუ ურთიერთობაში შედიხარ, პირველადვე ჩანს. არ ჭირდება შენ იქ თავი მოაწონო, ესკნა თავდაყირა დადგე, ბუნებრივად შედის ყველაფერი და ხდება. არ გიწევს ჭიდავი. იქ, სადაც ჭიდავი არ გიწევს, ის არის ღვთიური სიტუაციაში, გესმით? ასევე მარტივ ფორმულას გეტყვით, ის რაც ბუნებრივად ვითარდება და არ ეჭიდავები, ის არის ღვთიური. ის რაც ხელოვნურად ვითარდება და ხელოვნურად ცდილობ ვიღაცას თავი მოაწონო, ხელოვნურად ცდილობ რაღაცა შეიძინო, ბევრი დესტრუქცია ნახე, მაგრამ მაინც ხელოვნურად ეჭიდავები, ხელოვნურად ცდილობ ისქნა, ბნელის არის, ვერ ხვდები? ღმერთი შენ კი არ გაჭიდავებს, ღმერთს შენ მიყავხარ ნარნარით. თუ მას მოусმენ და თუ არ უსმენ, ნარნარით კი არა, წიხლის კვირით მიდიხარ, ხრამისკენ მირბიხარ. შენ ყველაფერი უნდა დაგილაგდეს ბუნებრივად, ადამიანებთან, ქალვაჟურში, მეგობრობაში, მეზობლობაში, საქმეში, ბიზნესშიც, ხო? ბიზნესშიც. რანაირად? შენ ბიზნესისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, მაგრამ რაღაცა თუ არ გამოდის, გაჩერდი და დაფიქრდი, აი, მოტრიალდი და დაფიქრდი. რასაკეთებ არასწორად და მოუხვიე სხვა მხარეს, არა, შენ იმას იჭიდავები. რადგან მეორე აკეთებს ამას და ესე გითხრას რომ ესია. მიხვდით, ზოგჯერ უნდა გაჩერდე და მოусმინო, სიჩუმეს მოусმინე და ამით ღმერთს მოусმენ. კი არ უნდა ირბინო, უნდა გაჩერდე და გაიხედო მარცხნივ მარჯვნივ რა ხდება. ესე მიხვდები რა ხდება. მაგალითად, როგორი მექანიზმია იცი სამყაროში უფლის მიერ დაყენებული, სწორედ რომ ესეთ სწორ მიმართულებებზე დაგსვას, მაგრამ შენ მაინც ესე ჭიდაობ და ნუ სამყარო ხელებს წევს ზემოთ, აი რა უნდა, რა ვერ გეიგო, რა ვერ გაიგო, რა ვუყო, ღმერთო ეუნება, რა გავუკეთო, აი თავგუთ მოგლეჯილი მირბის ხრამისკენ ვერ ვაჩერებ, რანაირად დავეხმარო, ხო და ვერ გეხმარება. უი, არ გამოდის ის? უი, მადლობა. გამოვეცლები ხოლმე. ვერ გაიგე რაღაც გითხარი? გასაგებია, გამოგეცლები. არ გეჭიდავები, მე შენ გაიგე, არ გაიგე, ჩემი ნათქვამი გინდა გაგება, არ გინდა გაგება. ვერ გაიგე, ესე იგი არ არის ეს საჭირო. მე არ გეჭიდავები შენ. ხშირად არის რომ ადამიანის დაუწერება, აბა დამისაბუთე, რა უნდა დაგისაბუთო? კითხვა დამისვი გიპასუხებ. ვერ გაიგე, ესე იგი ესეა საჭირო. და ნახეთ, მე ახლა ეგო რომ ჩავრთო და ვეჭიდაო უფალს და იმან არ გაიგო და ვეჭიდაო და ბოლოს ყოველთვის ნევრების მოშლით თავდება და ყველაფერი დაიწყო ეგოთი, ხო? რომ მინდა დავუსაბუთო ვიღაცას, რომელსაც გაგება არ უნდა. ამით ვეჭიდავე უფალს, ხო? ვეჭიდავე მის ნებას, ვეჭიდავე სისულელეებს. ყველა სფეროშია ეს და ყველგან დაინახეთ ეს რეალობა, ეს მომენტი და რაც აგიღწერეთ იმის მიხედვით იმოქმედეთ. არ ეჭიდაო რეალობას, ფაქტად მიიღე ფაქტი, შვიდში იყავით. მარტივია, რამე ნეგატიური თუ ხდება, არ ხდება ღმერთის ხაზით და ეს არის ნიშანი. და როცა ეს ნეგატიური ხდება, უფალს უნდა უთხრა მადლობა, უფალო რომ შემატყობინე. ეს რა არის? ამიტომ ნუ ეჭიდავები სამყაროს და იგძენი სამყაროს კანი მემბრანა. გაარკვიე როგორ ვიბრირებს, რა უნდა მოусმინე, გაჩუმდი და მოусმინე, გაჩერდი. მოусმინე, რაი უნდა. მოდი ამ ენაზე ვიტყვი. რა უნდა მოусმინე? მოусმინე, რას გეუბნება შენი რეალობა.
ის რა ფაქტის წინაშეც დადექი და ღმერთს ელაპარაკე გულში გამთლიანებაში, რასაც გასწავლით, იმ ყველა პროცესის მიხედვით. ღმერთს კითხე, თუ ვერ გაიგე, რა ხდება? თუ სიმშვიდე არ გეყო და ეს ყველაფერი ლოცვა დაიწყე და მერე კითხე უფალს და მოგცემს პასუხს. უსმინე გულსა შენსა სული სათქმელსა, შენთვისა განკუთვნილსა. ამიტომ რატომ არის რაღაც ჩემს ცხოვრებაში ხელის შემშლელი? არა. შენს ცხოვრებაში ყოველთვის რაღაც ხელის შემშლელი არ არის. ის რაც შენთვის ხელის შემშლელია, ხელის შემწყობია. შენი ხელშემწყობია ის ხელის შემშლელი სიტუაცია, რომელიც გეჩვენება. ხშირ შემთხვევაში ესეა, რომ სადღაც ისეთში არ გაყო თავი, ხელის შემშლელი კი არა. ვერ ამოყო თავი საერთოდ შეიძლება იქედან, ხო? ამიტომ შენ რაც ხელის შემშლელი გონია, ეს გიცავს იმისგან, რომ რაღაცაში ისე არ შეცურო, რომ ვერ ამოყო თავი საერთოდ წყლიდან. რაღაც თუ გაჩერებს შენ და შენ არ ღვევ ამის ბუნებრიობას და იმ ყველაფერს რაც აგიღწერე და მაინც გარბი ხარ მისკენ, რაღაც თუ ბუნებრივად არ ხდება და შენ ამ ბუნებრიობას ეჭიდავები, ამ დროს გელაპარაკება სამყარო და ეს ხელის შემშლელი კი არ არის, ეს არის მაფრთხილებელი, უარესი პრობლემისგან ამრიდებელი, ეს, ის და ეს. გაიხსენე. იქ სადაც საწყისშივე დაგხვდა წინაღობა ურთიერთობაში, თუ სხვა რამეში, იქ სადაც საქმეში ნეგატივი იყო, სამსახური იქნებოდა თუ სხვა რაღაც, იქ სადაც იჭიდავე და ბუნებრივად არ განავრცე რაღაც, ყოველთვის წიხლი მოხვდა სახეში. გააცნობიერე ეს. მაგრამ შენ რომ წიხლი გვხდება სახეში, მომიტევე ამ უხეში შედარებისთვის. შენ იმაზე კი არ ფიქრობ, რატომ მოხვდა ეს. შენ ფიქრობ, რომ უიღბლო ხარ და რაღაც პრობლემებს ეძებ, დაწყევლილი გონია შენი თავი. და რაღაცებს ფიქრობ, მოკლედ. დესტრუქციაში მიდიხარ, ანალიზსაც ვერ აკეთებ მაგაც. ის ხელის შემშლელი ფაქტორი რაც იყო, საწყისში და ყურადღება არ მიაქცე, ის ხმა იყო, რომელიც გეუბნებოდა, რომ ნუ გარბი ხარ, თავქუთ მოგლეჯილი ხრამისკენ. მოუხვიე, მარჯვნივ გაიცალე მაგ ხრამს. მაგ დროს ანგელოზი გაჩერებს შინაგან ხმას გეუბნება და აი ზუსტად ერთი ანეკდოტი მახსენდება და ამით დავასრულებ. ესე იგი, ახალგაზრდა ბიჭი სპორტულ ავტომობილზე ზის და დიდი სიჩქარით მოძრაობს. წინ მეგობარი უზის, უკან ორი მეგობარი. მოკლედ ის ექნა, რომ უკან გააჩერე, ჩავდივარ, აღარ შემიძლიაო. ამ ხელა სიჩქარეზე მოძრაობაო, ჩავიდა ერთი. გააჩერეო, მეორემ აღარ შემიძლიაო. მე ვაქო ვერ გადავრჩებიო, ჩავიდა. და ბოლოს დარჩა წინ მეგობარი და ითფინა ამან და ვერ გაუცლო. მოკლედ და ესეც ჩავიდა, აღარ შემიძლიაო, მეშინიაო. ეს დარჩა მარტო ავტომობილში და ჩააჭირა ბოლომდე გას. და მიდის დიდი სიჩქარით და უკან უკაკუნებს ხერს. დაფიქრდა უცე, ყველა ჩავიდა, ვიღა დარჩაო და გახედავს უკან და ხედავს ვიღაც თეთრებს ჩაცმულ და ვინახარ რაღაცა შენ. გააჩერე შენი მფარველი ანგელოზი ვარ ჩავდივარ. ბოლოს ესე გჭირთ. ასე რომ იყავით მშვიდში, იყავით ღმერთთან, უსმინეთ უფალს, უსმინეთ ამ წინაღობებს, დააკვირდით რა რისთვის არის, რატომ არის, როგორ არის და ნუ ეჭიდავები. ფაქტს მიიღე, ფაქტი ფაქტად, ალტერნატივა იპოვე, არ მოგწოს რაღაც, არ მიიღო, ისქნა, ისქნა. რაც გითხარი, ისქენ, ეწიე გზას. იყავი ბუნებრივად, გინდა სიცილი იცინე გულით, ამოისუნთქე ამ ყველაფრით რაც გასწავლე და თავისუფალი სუნთქვით ისუნთქე და იქნები კარგად.